თბილისში გზების ნაწილი მოყინული და მანქანების გადაადგილებისთვის სახიფათოა. მთავარს მოქალაქეები თბილისის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეო მასალას აწვდიან. ვრცელდება კუკიაზე გადაღებული კადრებიც. მერიის განცხადებით კი თბილისსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა. მოკვდი ერთით ნაკლები ქართველი იქნებაო. ეს სიტყვები უთხრა ახალგორელ აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის იზოლატორის უფროსმა. მისივე თქმით, როცა რამდენიმე დღიანი ტყვეობის შემდეგ უკვე ქართულ მხარეს კითხა სად უნდა წასულიყო, რადგან ახალგორის გარდა საცხოვრებელი არსად აქვს, პოლიციის უფროსმა ღამის გათევა მის მანქანაში შესთავაზა. ირანში დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. უსაფრთხოების ძალებისა და მომიტინგეების შეტაკებები გრძელდება. აიათოლას რეჟიმის საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ტყვიამფრქვევი გამოიყენეს. მომიტინგეებმა კი პოლიციის განყოფილებებს შეუტიეს და გასამხედროებული ორგანიზაცია ბასიჯის ძალების შტაბ-ბინა დაწვეს. საერთაშორისო მედიის შეფასებით ეს არის ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ირანში ბოლო 3 წლის განმავლობაში, მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ. რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელი უბანი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. საჰაერო თავდასხმის შედეგად მთლიანად განადგურდა ერთი საცხოვრებელი კორპუსი. ახლო მდებარე შენობებში კი ფანჯრები ჩაიმსხვრა და ფასადები ჩამოინგრა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით დაშავებულია სულ მცირე 20 მშვიდობიანი მოქალაქე.